ცოტა ხნის წინ არხზე დაიდო ვიდეო ჯიროლამოს სავონაროლას ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომლის პარაგრაფშიც აღინიშნა, რომ რელიგიურ რეფორმაციას წინ უსწრებდა ისეთი კულტურული და ინტელექტუალური ნიადაგის შექმნა, რომლის მიღმაც იდგნენ დიდი მოაზროვნეები, მათ შორის იან ჰუსი, არნოლდ ბრეშელი, თავად ჯიროლამო სავონაროლა და სხვები. სწორედ მათ წიაღისვლებსა და გადადგმულ ნაბიჯებს დაეფუძნა მოგვიანებით ლუთერისა და კალვინის საეკლესიო რეფორმები. ამ ვიდეოს პარაგრაფში ვისაუბრებთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან, თუმცა ნაკლებად ცნობილ რელიგიურ რეფორმატორზე, იტალიელ ბერზე, არნოლდ ბრეშელზე, რომელსაც სხვაგვარად არნალდო და ბრეშიეს სახელითაც მოიხსენიებენ. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოა, რომ დაიბადა 1090-1100 წლების შუალედში, არისტოკრატიულ ოჯახში ვენეციის რესპუბლიკაში, ბრეშაში, რომელიც ლომბარდიაში, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანის აღმოსავლეთით მდებარეობდა. სწორედ დაბადების ადგილს ლომბარდიის ქალაქ ბრეშას უკავშირდება მისი სახელიც არნოლდ ბრეშელი. ის იყო რადიკალური რელიგიური რეფორმატორი, რომელიც გამოირჩეოდა სასულიერო პირთა სიმდიდრისა და კორუფციის ღია კრიტიკით და პაპების საერო ძალაუფლებისადმი მკაცრი წინააღმდეგობით. გახდა ძალიან მკაცრი ხასიათის ადამიანი, რომელიც რადიკალურად ასკეტური ცხოვრების წესით გამოირჩეოდა და უარს ამბობდა ყოველივე მატერიალურზე. ბრეშელი გახდა კანონიკოსი, რელიგიური ცხოვრების რეფორმირებული ფორმის მიმდევარი, რომელიც ასკეტურ და სახარებისეულ ცხოვრებას უჭერდა მხარს. იბრძოდა ideit, რომ კლერიკალებსა და სასულიერო პირებს არ უნდა ჰქონოდათ მიწა და კერძო სამფლობელოები, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა ქრისტესა და მოციქულთა სიღარიბით ცხოვრების იდეალს. ბრეშელი მკაცრად მოითხოვდა პაპისა და ეპისკოპოსებისაგან სეკულარული ძალაუფლების, ანუ მმართველობის, ქონების, საკუთრების დაგროვების უარყოფას. ამასთან ქადაგებდა, რომ პაპი უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ სულიერი პასტორი და არა პოლიტიკური ლიდერი, ან ფეოდალური ლორდი, რომელიც სამთავრობო მმართველის ფუნქცია-მოვალეობებს შეითვისებდა. აკრიტიკებდა როგორც კორუმპირებულ ეპისკოპოსებსა და სამღვდელოებას, ასევე რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმპერატორის ჩარევას საეკლესიო ცხოვრებაში. მომხოჭელობისა და კორუფციის პირდაპირ მხილებითა და გაშიშვლებით, არნოლდ ბრეშელი ფაქტობრივად გახდა ერთ-ერთი პირველი რეფორმატორი კათოლიკური ეკლესიის შიგნით, რომელმაც დაგმო სასულიერო პირთა ხორციელი მატერიალური ღირებულებები და ცხადად წარმოაჩინა, რომ ეკლესიაში გამეფებული იყო ვერცხლის მოყვარეობა, კორუფცია, მომხოჭელობა და მატერიალიზმი. ნაცვლად იმ ღირებულებებისა, რომლებსაც ქრისტიანული რელიგია ან თავად ქრისტე ქადაგებდა. ის იყო ბრეშას მონასტრის წინამძღვარი, სადაც 1127 წელს მონაწილეობა მიიღო ეპისკოპოს მანფრედის თავრობის წინააღმდეგ სახალხო აჯანყებაში. მისი წინადადებების გამო, რომლებიც ეხებოდა სასულიერო პირთა რეფორმირებას და ეკლესიის საერო ძალაუფლების შეწყვეტას, პაპმა ინოკენტი მეორემ 1129 წელს ლატერანის მეორე მსოფლიო კრებაზე იგი სქიზმატიკოსად ცნო და ადანაშაულა ბუნდსა და არეულობაში. აუკრძალა ქადაგება, დაგმო და გააძევა ქალაქიდან. ზოგადად კათოლიკური ეკლესიის შიგნით ეს მიღებული და ჩვეული პრაქტიკა იყო. დოგმატური რელიგიის მიღმა არსებული ნებისმიერი მოძღვრება და მსოფლმხედველობა, მით უფრო ღია კრიტიკა, რომელიც აშიშვლებდა პაპს, კათოლიკურ ეკლესიას და ზოგადად სამღვდელოებას, ნებისმიერ შემთხვევაში პაპის დაქვემდებარებაში მყოფი ინკვიზიციის წინაშე აღმოჩნდებოდა. ინკვიზიცია ბრალდებულს გაასამართლებდა, ხოლო შემდგომ ამისა სამოქალაქო საზოგადოებას, ანუ სახელმწიფოს ევალებოდა ინკვიზიციის მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. ამდენად ღმერთის სახელით მოქმედი ეკლესია მხოლოდ შეჩვენებულებს, მწვალებლებს, ბოროტმოქმედებს ამხელდა, რომელთა დასჯაც უკვე სახელმწიფოს ან სამთავროს პასუხისმგებლობა იყო. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ შუა საუკუნეებში საერო და სასულიერო ხელისუფლებები მკაცრად გამიჯნული და განცალკევებული არ არის და სეკულარიზმზე საუბარიც უბრალოდ აზრს მოკლებულია. მას შემდეგ, რაც პაპმა არნოლდ ბრეშელი სქიზმატიკოსად ცნოდა დაგმო, ის ქალაქიდან გააძევეს. ბრეშელი იტალიიდან საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ცნობილი თეოლოგისა და ფილოსოფოსის პიერ აბელარის მხარდამჭერი და მიმდევარი გახდა. საუბარია შუა საუკუნეების ფრანგ სქოლასტიკოსზე, ლოგიკოსსა და თეოლოგზე, რომელმაც ფუნდამენტური როლი შეასრულა აზროვნების განვითარებაში. მას მე-12 საუკუნის დეკარტს, რუსოს, კანტისა და სპინოზას წინამორბედს უწოდებდნენ და ხშირად თანამედროვე ემპირიზმის სულის ჩამდგმელადაც მოიხსენიებდნენ. აბელარის როლი უმნიშვნელოვანესია ენის ფილოსოფიის, ლოგიკის და ზოგადად ფილოსოფიის განვითარების კუთხით. თუმცა ამ შემთხვევაში შევეხოთ მის 8 წელს უშუალოდ თეოლოგიაში. ამ მოაზროვნის სახელს უკავშირდება ეგრეთ წოდებული ლიმბოს კონცეფციის ჩამოყალიბება. ის ამტკიცებდა, რომ ღმერთი და სამყარო ადამიანმა უნდა შეიმეცნოს როგორც ლოგიკით, ასევე ემოციებითაც. ასევე ეკუთვნის ტერმინ თეოლოგიის შემოტანა და დამკვიდრება, რომელსაც დღეს ყოველდღიურობაშიც გივეყენებ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებთან დაკავშირებულ კომენტარებში აბელარი ვრცელ მსჯელობას უთმობს ცოდვის, მონანიებისა და განწმენდის საკითხებს. ეხება ავგუსტინეს ფილოსოფიასაც და ქმნის თეორიულ ნიადაგს ჩვილთა ლიმბოს კონცეფციის ჩამოყალიბებისათვის, რაც ჯოჯოხედის კიდეს აღნიშნავს.
ეს არც ჯოჯოხეთია და არც სამოთხე, არამედ შუალედური საფეხურია, რომლებშიც ის სულები ხვდებიან, რომლებიც ქრისტიანული წესით არ მონათულან, თუმცა არც რაიმე ცოდვა მიუძღვით. ლიმბოს კონცეფციას იყენებს ისეთი ცნობილი და მნიშვნელოვანი მწერალიც, როგორიცაა დანტე ალიგიერი თავის ღვთაებრივ კომედიაში. როგორც უკვე აღინიშნა, არნოლდ ბრეშელი პიერ აბელარის მხარდამჭერი და მიმდევარი გახდა, თუმცა ბრეშელთან ერთად 1041 წელს სენის კრებაზე პიერ აბელარიც სქიზმატიკოსად და მწვალებლად გამოაცხადეს. ეს უკანასკნელი სიცოცხლის ბოლომდე ერეტიკოსად მიიჩნეოდა, თუმცა გარდაცვალების შემდეგ კათოლიკურმა ეკლესიამ ბრალდება მოუხსნა და გამოაცხადა პიროვნებად, რომელმაც თეოლოგიას და ფილოსოფიაც აზროვნების უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანა. მიუხედავად ერეტიკოსობისა და სქიზმატიკოსის სტატუსისა, არნოლდ ბრეშელი აქტიურად განაგრძობდა ქადაგებებსა და მოძღვრებებს. ის პარიზში ქადაგებდა და ამხელდა ეკლესიის სიღრმეში გამეფებულ სიბილწესა და კორუფციას. ამას კიდევ ერთი გადასახლება მოჰყვა. ამჯერად არნოლდ ბრეშელი უკვე საფრანგეთის მეფე ლუი მე-7-მ გააძევა ქვეყნიდან. იგი ჯერ ციურიხში, შემდეგ კი პასაუში, გერმანიაში გაიქცა, სადაც მას კარდინალი გვიდო იცავდა, რომლის შუამავლობითაც უკვე 1145 წლის სექტემბერში ბრეშელი პაპის ოლქში, ვიტერბოში ახლად დანიშნულ პაპ ევგენიუს მესამეს შეურიგდა. სწორედ ამ უკანასკნელის სახელს უკავშირდება მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის ინიცირება. მან გამოსცა პაპის ბულა, რომლითაც აზნაურებსა და მეფეებს ახალი ლაშქრობისკენ მოუწოდებდა. ეს იყო პირველი ოფიციალური ბულა, რომელიც მთლიანად ჯვაროსნულ ლაშქრობას ეძღვნებოდა და ხაზს უსვამდა ჯვაროსნების პრივილეგიებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევგენიუს მესამეს მუდმივი ბრძოლა ჰქონდა რომის კომუნასთან საერო და საეკლესიო ძალაუფლების გადანაწილების საკითხებთან დაკავშირებით. ის აფრთხილებდა საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსას, რომ არ ჩარეულიყო ეპისკოპოსთა დანიშვნის პროცესში. ამასთან რომის კომუნა სეკულარულ საერო ძალაუფლებას განამტკიცებდა პაპისა და ეკლესიის ჩარევის გარეშე, რაც ეწინააღმდეგებოდა პაპის ტრადიციულ პრეტენზიებს. პაპმა არნოლდ ბრეშელი რომში მონანიების მომლოცველად გაგზავნა. მას თავისი საქმითა და შენდობის თხოვნით უნდა გამოესყიდა საკუთარი ცოდვები, თუმცა არნოლდ ბრეშელი თავის რწმენებში ძალიან მტკიცე და უდრეკი აღმოჩნდა. შეუერთდა აჯანყებულებს და ახლა უკვე პაპ ევგენიუს მესამისა და მისი კარდინალების წინააღმდეგ დაიწყო ქადაგებები. 1048 წლის ივლისში არნოლდ ბრეშელი კიდევ ერთხელ გააძევეს კათოლიკური ეკლესიიდან, ამჯერად უკვე პაპ ევგენიუს მესამის თაოსნობით. მიუხედავად ამისა, ბრეშელი მტკიცედ განაგრძობდა თავის ქადაგებებს, რომელთა ფარგლებშიც საუბრობდა ნაყროვანებაზე, მომხოჭელობაზე, სიძვასა და ვერცხლისმოყვარეობაზე. 6 წლის შემდეგ, უკვე 1054 წელს, უმაღლესი პონტიფიკოსი ადრიან მეოთხე ხდება. ის ერთადერთი ინგლისელი პაპი იყო და ამ თვალსაზრისით უნიკალური ისტორიული ფიგურაა. პაპის ტახტზე ასვლიდან 1 წლის შემდეგ 1055 წელს იგი ფაქტობრივად ნადირობას აცხადებს არნოლდ ბრეშელზე და სთხოვს საერო ხელისუფლებას, მწვალებელი და ერეტიკოსი პაპს გადასცენ და ჩააბარონ. ამის პარალელურად პაპის გავლენა საერო ხელისუფლებაზე სულ უფრო და უფრო იზრდება. გაქცეული არნოლდ ბრეშელი საღვთო რომის იმპერატორის ფრიდრიხ I ბარბაროსას სამხედრო ძალებმა შეიპყრეს. საეკლესიო ტრიბუნალმა სქიზმატიკოსად შერაცხული ინტელექტუალი გაასამართლა, ერეტიკოსად სცნო და სიკვდილით დასჯის განაჩენით იმპერატორს გადააბარა. არნოლდ ბრეშელი ჩამოახრჩვეს, წხედარი დაწვეს, ხოლო მისი ფერფლი მდინარე ტიბრში გადაყარეს, რათა მისი საფლავი მოწაფეთა და მიმდევართა თაყვანისცემის ობიექტი არ გამხდარიყო. მისი მიმდევრები არნოლდისტებად იწოდებოდნენ და მისდევდნენ მსოფლმხედველობას, რომელიც სულიერი ძალაუფლების ცენტრალიზებას ახდენდა და უარყოფდა ნებისმიერი სახის მატერიალურ ღირებულებას, ქონებას, საკუთრებასა თუ სიმდიდრეს. 1184 წელს ვენეციის რესპუბლიკის ვერონას სინოდმა არნოლდისტების დაგმო იმის გამო, რომ ისინი საერო ძალაუფლებას უარყოფდნენ, რაც პაპის და ვატიკანის პოლიტიკურ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ამდენად არნოლდ ბრეშელი ჯვაროსნული ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რადიკალი რეფორმატორი იყო, რომლის იდეებმაც ნიადაგი შეამზადეს ჰუსიტებისა და ლუთერანებისათვის. ამასთან ის თავისუფლებისა და ეკლესიის სეკულარული ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ იგი ერეტიკოსად შერაცხა და ინკვიზიციამ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, რენესანსის ეპოქაში მის როგორც რელიგიური ფიგურის რეაბილიტაცია მოხდა. დანტეს ღვთაებრივი კომედიის მიხედვით, არნოლდ ბრეშელი სამოთხეში მტკიცე სულთა მთებზე განისვენებს როგორც თავისუფალი აზროვნებისათვის მოწამე პიროვნება. ბრეშელის ღრმა რწმენა, მისი სიმტკიცე და უდრეკელობა მის პიროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს უსვამს ხაზს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ რელიგიური რეფორმაცია არ მომხდარა მყისიერად და მომენტალურად, არამედ მას ხანგრძლივი ისტორიული განვითარება, კულტურული და ღრმა ინტელექტუალური საფუძვლები უსწრებდა წინ. დღეისათვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში, ხოლო მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო.